გესმის ხო რას ვამბობ? ეხლა ისე მე ისე პასუხი მითხარით, მაგრამ ჯერა თვითონ რაღაცნაირი იყო ბევრს. ვარ 11 კაცი რომელიც მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. მადლ წავს უსტავიობის თანამშრომლების დაკრეჭას. ერთი რამდენი არგუმენტი აროდისი რო გამოჩნდა ერთი თვით ჩემი გასწორი და არ შეიძლება მანო ჯავახიშვილი მარტო არ მოქმედებს. მისი ასე ვთქვათ მეგობრები ამ საქმეში არიან ბატონი ალეკო ავლაბრელი, იგივე ბალხაზიშვილი, ბატონი უხამსი ვართე და შედარებით სათუთი და ნაზი ოთოლომთაძე. წამყვანობიდან მოხსნილი იქნენ და სამსახურში ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ გააქციეს პირდაპირ ამირან ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე ამიკო და ფაკო. ამ ბიჭებზე თქვეს, რომ ფულის გამო და რაღაცის გამო სადღაც წავიდა. ეს არის სიცრუე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ნიკა გრიგორიას. გარდა იმისა, რომ გაუშვეს სამსახურიდან. მის შემოთხოვ ცოტა ხანი შევასვენოთ, იმიტომ რომ აი როგორც ცისმარი და ნიკოლოზის ვასვენებთ რაღაც პერიოდი და მე ვაკეთებთ სერიალს ვაკეთებთ რა, ბევრი. ესეთი და ნუ შესაბამისად ესეც ტიპაჟური სკეჩი იყო და რაღაცა რო არ მობეზრებოდა ხალხს, ეს ჩვეულებრივი გათვლები გვაქვს რა, ისეთი რომ რეიტინგი შევინარჩუნოთ. ეს ჩაიდო გულში და ეს მე ჩუმად დაიწყო დირექტორთან სიარულემ ბლოკავენ, დირექტორმა დაგვირეკა ჩვენ ბლოკავენ, ალეკო შეხვდა გიორგის რას ბლოკავთო და მე აღმოჩნდა რომ თურმე მას დომებია აი ამ ესეთი კონფლიქტით ცალკე გაეტანა პროექტი. მიკა გრიგოლიას ჰქონდა პატარა შელაპარაკება თავის ოჯახის წევრთან მიშა ანტულაძესთან.